სპეცოპერაცია გორში სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა შენახვა გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, ადგილზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული 1991 წელს დაბადებული მამაკაცი სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დაკავების ადგილის ჩხრეკისას მივტკიცება დამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა გასაღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადგილობრივების ინფორმაციით დაკავებულ მამაკაცს ისინი არ იცნობდნენ და ბინაში, სადაც ის აიყვანეს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დაკავებული არის ვინმე თუ გაქვთ ინფორმაცია? არ ვიცი, ეხლა მოვედი და 5 წუთში გამოვიდნენ და რა მოხდა, როგორ ასე. ისე დიდი ხანი იყვნენ აქ სამართალდამცველები დიდი ხანის განმავლობაში. თუ არ ვწდები, სადღაც 3-4 საათი როგორც გავიგე. და სავარაუდოდ ნარკოტიკებს ეხებაო საქმე, ამას ვთქვი. ხო, მგონი ნარკოტიკებზე არის და მგონი ვიღაცას დააპატიმრეს, მაგრამ მე არაფერი არ დამინახავს და არ ვიცი, უბრალოდ გავიგე ეგეც რა. ძალიან იმაში გაურკვევლობაში ვიყავთ, იმიტომ არ ცალცნობთ ვინ არის, რა არის და 1000 უბედურობა ხდება კაც. ბავშვები მიდიან, მოდიან და ხოცოდონია ხალხი. ზედკირი არავის არ აწერია ვინ რა არის და რის გამკეთებელია.